ალბათ მიხვდებოდით დღეს როგორი დღეა, რომ ფიქრობ, ეს რა იდეალური ნიავია, რა სასიამოვნო სასუნთქი ჰაერია, რა კარგი დღეა, როგორი ლამაზია ბუნება, რამდენი მწვანეა გარშემო. ხდები პროდუქტიული, ალაგებ შენს ოთახს, სახლს, საკუჭნაოს და ფიქრობ, რომ დღეს მთელი სამყარო სუფთაა, კრიალა. ასეთ იდეალურ დროს გადავწყვი და ვიდეოს გადაღება და ამბის მოყოლა ძალიან განსაკუთრებულ პიროვნებაზე, როალდ ჰოფმანზე, რომელიც ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატია და ასევე ჰოლოკოსტს გადარჩენილი ბავშვია. ალბათ უკვე წარმოგიდგენიათ, როგორი ძლიერი, საინტერესო და უნიკალური ისტორია ექნება. მე კი ეს ყველაფერი სწორედ მისგან მოვისმინე. შემდეგ კი საქართველოსაც ვისაუბრეთ, სადაც როგორც თვითონ ამბობს 60-იან წლებში იმოგზაურა და ძალიან ლამაზად ახსენდება. სანამ ამ ყველაფერს მოგიყვებით, მანამდე მინდა იმ ქალაქზე გესაუბროთ, რომელიც მე და ამ დიდებულ მეცნიერს გვაერთიანებს. დღეს გადავწყვიტე და ძალიან საყვარელ მაღაზიაში წავსულიყავი, სადაც ძალიან ბევრი რაღაც იყიდება, საწოლიდან დაწყებული. ცოტა გავჭედა, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი იყიდება, ახლა დაგათვალიერებინებთ და მიხვდებით, რასაც გულისხმობ. თუმცა ერთი საერთო თემა აქვს, ყველაფერი არის სიმწვანესთან დაკავშირებული, მოკლედ. და დაგათვალიერებინებთ ჩემი ქალაქის ცენტრსაც. ძალიან პატარა. ითაკა პატარა ქალაქია აპსტეით ნიუ-იორკში. ძალიან განსაკუთრებული ხასიათი აქვს. თავისი. სიმართლე გითხრათ, ცოტა ქაოტურია, ბევრი ესთეტიკის მატარებელი. ალბათ დანიშნულების შესაბამისია მისი ეს ბევრნაირობაც, იმიტომ რომ ამ ქალაქის მაცხოვრებლების უმრავლესობა სტუდენტები არიან. კორნელის უნივერსიტეტის და ითაკა კოლეჯის მკვიდრნი. მისი მთავარი შემოსავალი ტურიზმი, ხასიათი. კორნელის 30,000 სტუდენტიდან ისაზღვრება და წარმოიდგინეთ, რამდენი კულტურა, მსოფლიოს კუთხე-კუნჭული, ფიქრი ერთიანდება ამ პატარა სივრცეში. ამას ემატება ადგილობრივი მაცხოვრებლების უკვე გაერთიანებული, ფერადი, ცოტა ჰიპისებური ესთეტიკა და ვიღებთ ყოველდღე სხვადასხვა ხასიათის ქალაქს, სადაც მარტში თოვს, ზამთარი დეკემბერში იწყება. აქ შემოდგომის სანახავად ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოდიან. ზაფხულში კი ყველას საყვარელი აქტივობა პატარა ჰაიქებზე წასვლაა, რადგან ეს საყვარელი ქალაქი დაგსაქსულია მრავალი ჩანჩქერით და ჩაძირულია სიმწვანესა და სიყვარულში. როდესაც ამას წერ ზუსტად 3 წელი შესრულდა, რაც ითაკა ჩემს სახლად იქცა. თბილისის ყოველი შემდეგი სტუმრობისას უფრო მტკიცდება გრძნობა, რომ ეს დღეს მართლაც სტუმრობაა და სახლში უკან ამერიკაში უნდა დავბრუნდა. ზოგი ადგილის სახლობას წლებით საზღვრავს. 3? არაა საკმარისი. 20 წელი რატომ არ ცხოვრობ მან? მაგრამ აქ იმას აქში ჩამოვედი, როცა მეგონა, რომ ჩამოყალიბებული და გაზრდილი ვიყავი. და აი ზუსტად მაგ დროს დავიწყე გაზრდაც და გადაყალიბებაც. არა, ძირეული ღირებულებები ნამდვილად არ შემცვლია. არც სამყაროს ჩემოული ხედვა გადმოფერებულა. უბრალოდ თითქოს უფრო დიდი რაღაცის ნაწილი გავხდი. ყოველდღიურად უამრავ ძალიან განსხვავებულ ადამიანს ხვდები. შენ თითოეული მეგობარი ძალიან სხვა გარემოში გაზრდილი. სხვა ენაზე მოლაპარაკე, სხვა ხასიათის ბატონ-პატრონია. მათი ქცევები შეიძლება მოულოდნელი და ამოუცნობი იყოს და თვითონ სამყაროც, რომელშიც ცხოვრებაც დაიწყე, უფრო დიდი და საინტერესოა. ახლა შენთვის ნაცნობი შენობები მუქი აგურისფერია, რომელთა ქვეშ სხვადასხვა ფერადი რესტორნები და კაფეებია ჩამწკრივებული. წითელ-თეთრ გადმოწეულ პლაკატისებურ სახურავებს მოსდევს ზღვისფერი დაზოლილი კაფე. ფანჯრები შენს წარმოსახვაში უკვე ქვემოდან ზემოთ ძალის მიწოლით იღება. ქუჩების ნიშნებს ბოლოში ა ან სთ აწერიათ და აუცილებლად ბალახისფერია. მწერებს, რომლებიც ხელზე გაჩნდება და უმალმოშორება გინდა, ვეღარ ცნობ. არც იცი შხამიანია თუ არა. ყვავილების უმრავლესობას ეჭვის თვალით უყურებ და სითბოს დადგომასთან ერთად თუთის შიშიც უადგილოდ დაგვყვება, რადგან აქ არც თუთაა, არც ვაშლის ხე ყველა სახლის ეზოში, ვერც ტყემალს, ჭერამს, ან მსხალსიპოვი ვიღაცის ეზოში, ან ქუჩაში მდგარს. თუმცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადააწყდები ხეს, რომელიც აქამდე არ არსებულ და ახლად დაწყებულ გაზაფხულის ალერგიას მთავაზობს მესამე წელია. ეს ძალიან მომცრო, უცბადი დახასიათებაა ადგილის, რომელსაც მე და დოქტორი ჰოფმანი რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც ვუწოდებთ სახლს. ახლა კი მოგიყვებით მის საოცარ ისტორიაზე, რომელიც იანვარში მოვისმინე. დღეს არის დღე, როდესაც ესე ვთქვათ, იხსენებენ ჰოლოკოსტს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ჩემმა მეთმა მითხრა, რომ დღეს თავის უნივერსიტეტში, სადაც თვითონ მუშაობს, ეყოლებათ ჰოლოკოსტს გადარჩენილი კაცი სტუმრად, რომელიც თავის ისტორიას მოყვება. როგორც ვიცი, პოლონეთში იყო და პოლონეთში იყო საკონცენტრაციო ბანაკში და დანარჩენს
არ მჯერა რომ ჩემ თვალწინ იდგება და მოგვიყვება ყველაფერს დღეს. ჩემი აზრით სასწრაფოდ მინდა რომ ვილაპარაკო იმ ყველაფერზე რაც დღეს მოვისმინე, იმიტომ რომ არ მინდა რომ დამოვიწყდეს. ახლა რომ დავიჭიქი ცოტა დავწყნარდი, თორემ მართლა 2 საათის განმავლობაში ფეხები და გული მიკანკალებდა, იმიტომ რომ ალბათ მიხვდებით რა ვილაპარაკო ან სათაურიდან ან წინას ტყობიდან გამომდინარე. დღეს დავესწარი ჰოლოკოსტის გადარჩენილის, ესე ვთქვათ, survivors მონაყოლს. სანამ იმ ისტორიის დაწყოს მოვყვები, რაც მან ილაპარაკა, საერთოდ შოკი იყო, როცა გავიგე, რომ საოცარი მეცნიერი, როდესაც ჩამოვიდა ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკაში, გააკეთა PhD კოლუმბიაში, მუშაობდა ჰარვარდში მგონი, მოკლედ ჰარვარდში სწავლობდა ან მუშაობდა, კორნელის პროფესორი ყოფილა, წლები უბრალოდ ახლა ესე ვთქვათ პენსიაზეა გასული, თუმცა მაინც აგრძელებს თავის კვლევით სამუშაოს და ნობელის პრემია აქვს აღებული ქიმიაში. ნობელის პრემია აქვს აღებული. არასდროს არ ყოფილა ერთ სივრცეში ასეთ ადამიანთან, ასეთ მეცნიერთან. და ეს ყველაფერი ანუ ზემოდან იმას, რომ ჰოლოკოსტის survivor-ია. ცხოვრობდა, მოვყვები ცოტა ისტორიას, რაც მოგვიყვა, იმიტომ რომ მგონია, რომ ისეთი რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ მოვყვები იმას, რაც თვითონ მოყვა და თან ისეთი კარგი ლაპარაკის მანერა აქვს, მეგონა რომ მართლა მომოგზაურა თავის განცდებში და არ ვიცი, აი მართლა შოკურ მდგომარეობაში ვარ მგონი ახლა და უბრალოდ ძალიან მადლობელი ვარ, რომ ისე დავაგდა ყველაფერი ცხოვრებაში, რომ ამ ადამიანთან ერთ ოთახში აღმოჩნდი, რომ მომესმინა მისი ისტორია. ცხოვრობდა პოლონეთში, თუმცა ახლა ის ტერიტორია, სადაც ის დაიბადა, არის უკრაინის ტერიტორიაზე. მოკლედ მიახლოებით მიხვდებით, სად ცხოვრობდა, სად დაიბადა და საიდან იყო მისი ოჯახი. აი არც კი მინდა რომ ესე ვთქვათ შინაარსი მოყვარეს თვითონ ლაპარაკა, იმდანად მგონია რომ ყველა მის პირიდან უნდა მოისმინოს ეს ყველაფერი, მაგრამ ისიც არ შემიძლია რომ არ გითხრათ მას. თან ვუთხარი, როცა დავლაპარაკე, რომ აუცილებლად თქვენზე მოვყვები ყველას, ვინც კი მომისმენს მეთქი, ამიტომ მინდა ვინც რომ რაღაცა თქვა. მამამისი იყო civil engineer-ი სხვათა შორის. სახლიც კი გვაჩვენა, ანუ საცხოვრებელ, იმიტომ რომ მე დაბრუნდა, სადაც დაიბადა უბრალოდ და ცხოვრობდა. 1941 წელს მოკლედ პაპუამისი. პირველი კვირაში, როდესაც შეიჭრნენ იმ ტერიტორიაზე გერმანელები, მთელი ისტორია არ მოყვა, ალბათ უბრალოდ ის გადარჩენის ამბავს მოყვები. ან როცა ეს ყველაფერი დამთავრდა 6 წლის იყო, როგორც მივხვდი, და მისი ოჯახი გადარჩა ერთი კეთილი უკრაინელი ოჯახის მიშვებით. როგორც ალბათ მოგვისმენია ისტორიები, წავიკითხავთ წიგნებში. ახსენა, რომ გადარჩენის რამდენიმე გზა არსებობდა, როდესაც ანუ იკვლევდნენ ვინ იყო ებრაელები და კლავდნენ, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში. და ისიც ახსენა, რომ და ესეც მგონია ჩემი ისტორიის მასწავლებელს აქვს ნათქვამი, რომ ერთ-ერთი გზა, როდესაც შემოვიდნენ გერმანელები, გაიგოთ ვინ არის დაუშვათ პოლონელი და ვინ არის ებრაელი, იყვნენ ამ ებრაელების თანაკლასელები. იმიტომ რომ სხვა ესე არავინ არ იცოდა ხო ვინ იყო ხდა ებრაელი და ვინ არა, ესე გარდა რომ შემოვიდეს რაღაც. შესაბამისად კლასელები უშვებდნენ თავიანთ კლასელებს და ახმეტინებდნენ. ამ პროფესორმა ახსენა, რომ არის გადარჩენის სამი გზა, ბუნკერი, იპოვო მეზობელი, რომელიც შეიფარებს და ფული გადაუხადო, ანუ უბრალოდ, შემთხვევით ვიღაცა კეთილმა ადამიანმა შეიფარა. და პროფესორმა თქვა, რომ მის ძმა ოჯახმა ყველა ეს სამი გააკეთა. ხო, ბიძა მისი ბუნკერში იმალებოდა,
ბებია მისი იყო შეფერებული თავის მეზობლებს, თუმცა იმ დროს არ იცოდნენ ეგ, მე გაიგეს. თვითონ დედამისი ბიძამის რომელიც შემდეგ მოვიდა და კიდევ ერთი ოჯახის წევრი იყვნენ შეფერებულები სკოლას. სკოლას გულისხმობ, რომ დირექტორი იყო უკრაინელი, დირექტორი თოლქმარი, რომლებსაც ყავდათ 7, 5 და 3 წლის ბავშვები და მაინც გადაწყვიტეს, რომ ეს ებრაელები შეეფარებინათ. და როგორც აღნიშნა, წელიწადნახევარი ისინი არ გამოსულან სახლიდან, ცხოვრობდნენ გვაჩვენა სურათები სხვენში, იმ დროს სხვენი რომ ყოფილიყო და თქვა, რომ დღეში აწვდიდნენ როგორ თქვა, მათლაფას თუ კაშს თუ რაღაც მაგვარს, ერთი საჭმელია, სავსე იყო, მეორე იყო ცარიელია და შემდეგ მოდიოდნენ და მიქონდათ საჭმლის, ესე ვთქვა, თებში ცარიელი, რადგან ჭამეს და მეორე კი სავსე, იმიტომ რომ ასე ვთქვა, ტუალეტად ამას იყენებდნენ, იმიტომ რომ არ გამოდიოდნენ ამ სხვენიდან. მამამისი თვითონაც თავიდან იყვნენ. უბრალოდ შემდეგ იქიდან წამოვიდა ეს ოჯახი და დაიმალა, აქ სადაც შეიფარა უკრაინელმა ოჯახმა. მამამისი ისევ იქ დარჩენდა, რომ მამამისი რადგან ინჟინერი იყო, ფაქტობრივად დასაქმებული ყავდათ ინჟინრად და ვერ გამოიქცა და იქ დაიღუპა. და ამ კაცს აქვს ახლა ნაპოვნი კი არის შემონახული დღიური, სადაც მამამისი იმ საკუთარ ბანაკში ყოფნისას იწერდა ფიზიკის წიგნის კითხვისას, აკეთებდა ჩანაწერებს. და აინშტაინის რელატივიტი პრობლემები და შემდეგ მოკლედ კონცეფტები ამ კაცს ჩაწერილი აქვს და ახლა ამ პროფესორს თან აქვს ეს ნაწერები და ძალიან მიხარია ეგ. ამავე ბლოკნოტში ესე ვთქვათ, არის დედამისის, როგორც აღნიშნა, 80 გვერდი გავსებული ნაწერი იმის შემდეგ, რაც მამამისი დაიღუპა და ესე ვთქვათ, დედამისი წერდა თავის განცდების შესახებ. რაც იყო ძალიან ემოციური, ასევე არის ის, რომ ამ პროფესორმა აღნიშნა 54 წელს გაწყვიტა ესეთი კონტაქტი ამ ოჯახთან, იმიტომ რომ წამოვიდნენ, რასაც მომორჩა და 54 წელს აღადგინა ურთიერთობა ამ ოჯახთან. დღემდე, ანუ ჩასულიც არის იქ. ის იმ ოჯახის წევრებიც ჩამოყვანილი ყავს აქ. ამის შვილები იცნობენ, ეს საფრთხის ადამიანები გარდაცვლილი არიან, ეს მშობლები უშუალოდ შეიფარეს, მაგრამ კავშირი აქვთ ისე დაყარებული და ისე ტკბილად, ლამაზად წერს, კერდა ყვება ამ ყველაფერს. არც კი შევწდები რომ გადავიდე. ჯერ ხო რა ადამიანია, მე რამდენი აქვს გამომი ცხოვრებაში, ვერავინ ვერ წარმოვიდგენთ. მე ასეთი გონები, ანუ ასეთი მაინდი აქვს. ასეთი პროფესორია ამხელა წვლილი უძღვის მეცნიერებაში. არის 87 წლის. შერჩენია ძალღონაც, საუბარიც, ყველაფერი, აი ეს როგორ არ არის? უბრალოდ სასწაული, მე არ ვიცი. უბრალოდ სასწაულია. ერთს ვიტყვი. რა თქმა უნდა, ისე ვერ წამოვიდოდი, რომ ეს დიდი ლექცია იყო, ის იყვებოდა ებრაელებისთვის, უბრალოდ ჩემი მეოთახე კერდა სახლში ერთად ვცხოვრობ, ერთი ორგანიზატორი იყო ამ ივენტის და მან ახსენა და რო გავიგე რომ ჰოლოკოსტის გადარჩენილი იქნებოდა და ისაუბრებდა თავის ისტორიაზე, რა თქმა უნდა წავედი და ეს მე აღმოვაჩინე რომ თურმე ასეთი მეცნიერი ვფიქრობ. და რა თქმა უნდა იქიდან ვერ წამოვიდოდი რომ ამ სასწაული ადამიანისთვის ხელი არ ჩამომრთმია. როდესაც მივედი, მართლა მუხლები მიკანკარებდა და გული მიკანკარებდა სიტყვებს ვამბობდი რა უნდა მეთქვა ამ კაცისთვის არ ვიცოდი უბრალოდ ერთადერთი რო შეხვდი და ხელი ჩამოვართვი უთხარი რომ ვარ საქართველოდან ცოტა ლაპარაკე კორნელს სწავლობდი ვახსენე და რომელი საქართველოდან მეთქი ქვეყანა საქართველოდან რუკარას გვაჩვენეთ მეთქი ძალიან ახლო ძალიან აცნობია ჩემთვის მეთქი იმიტომ რომ საუბრობ უკრაინის პოლონეთის ტერიტორიაზე პირველი რაც მითხრა არის რომ
თქვენც რამდენი გადაიტანეთ და რამდენს გადიხართ. არ ვიცი რატომ ეს ამას ძალიან ჩვენი ისტორია იცის, ჩვენი ისტორიას უყურებს. და შემდეგ იმის მაგერად რომ მე მინდოდა მელაპარაკა მასზე, რა თქმა უნდა, მე თქვა 1000 მადლობა ამ ყოველთვის გაზიარებისთვის. თვითონ ამ წოლაპარაკი მიხსენა ერთი ქართველი ვიციო, პროფესორი ქართული სახელი არ აქვს ოკოლნელში, მითხრა რომ ნამყოფია საქართველოში, რომ 60-იან წლებში იყო საქართველოში. უბრალოდ მელაპარაკებოდა ჩემზე. მეთქი ჩემზე რა თოლაპარაკობ და ძალიან არ ვიცი ეგ კაცი ღმერთმა კიდევ დიდხანს აწუწყოს ჯანმრთელობა მისცეს. აი ესეთი მხნე კაცია რა. უბრალოდ ქსიამოვნებს რომ უყურებ და უსმენ მართლა. როგორც აღნიშნა უთხრე რომ აუცილებლად გავზიარებდი მის ისტორიას და არ ვიცი დღეს ალბათ მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვიცი რომ ამ ამბის მოყოლა ძალიან დაალაგებულად არ გამომივიდა, იმიტომ რომ ემოციურად ვიყავი ჯერ კიდევ. მაგრამ ჩემი მიზანი იყო დოქტორი ჰოფმანის ისტორია თქვენამდე მომეტანა და თუ გსურთ შეგიძლიათ გაეცნოთ მის მიღწევებსა და ცხოვრების დეტალებს თავის წიგნებში ან უბრალოდ ინტერნეტში. ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ ოცნებები, მიზნები აუცილებლად ხდება. თუ ფარხმალს არ დაყრი, იშრომებ, დაიჟერებ. მხოლოდ სიბნელზე ფიქრს არ მიეცემი და იმაზე იფიქრებ, რომ წინ ჯერის ცხოვრება გაქვს, რომელიც შენ თვითონ უნდა დაწერო დღეს.